რა თქმა უნდა, როცა ყავს ივანიში, როცა ყავს პირდაპირ პრორუსული მეხუთე პროპაგანდა. აი, რატო ამბობთ, რომ პრორუსული მთავრობა ყავს? აი, ამისი დამამტკიცებელი საბუთები რა გვაქვს? ხო, ერთის მხრივ საქართველოს ოფიციალური კურსი არის ევროკავშირთან დაახლოება, ჩვენ ვიღებთ უვიზო მიმოსვლას, მალე მივიღებთ ევროკავშირთან. თავდაცვის სამინისტრი ამბობს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნატოში გავწევრიადეთ. ანუ დეკლარირებული კურსი ხელისუფლების არ იძლევა საშუალებას თქვათ, რომ პრორუსი ხელისუფლება. სხვა შორის ისე სულ დაგვაუწყება, რომ ომის წაგების შემდეგ სულ რაღაც 2 წელიწადში, შეიძლება 3 წელიწადში ერთი წელს ვწდებოდე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციას იმისათვის რომ ამ ორგანიზაციის წევრი გამختارიყო, საქართველოს ხმა ჭირდებოდა. ეს იყო გადამწყვეტი ხმა. ნაციონალურმა მოძრაობამ ომის წაგებიდან 2-3 წელიწადში რუსეთს ეს ხმას მიცა. მოდი ხალხმა განსაჯოს, არის თუ არა ეს რუსული საქმე. ესეთან მიმართებაში შეგახსენებთ, რომ ხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ხოდა შანსი დაგვებლოკა მათი შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ რუსეთის მონაწილეობა აი ამ საერთო სისტემაში ძალიან კარგია.